ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განმარტებები უკრაინის კრიზისზეც გააკეთა. იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან, მოდით არ დავივიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში. ეს ასევე შეშფოთების საგანი გახლავს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება იმის ჩათვლით, რასაც ჰქვია ბარიერებისა და სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციების აღმართვა. ეს ხელს უშლის ადამიანების თავისუფლად მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ აღნიშნული აქცენტი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა გაცილებით სხვა მოვლენებისკენაა მიმართული. რუსეთმა აქაც საქართველოში პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და პატივი მიაგოს მისი მეზობლის სუვერენიტეტს.